მოგესალმებით მეგობრებო, M4 ყავს კარბონის კრიშის პრობლემა აქვს, როგორც რაც ქარხნულად გამოდის, იმიტომ რომ სტანდარტული ლაკი მიდის ზედ, რომელიც აი ამ პრობლემასთან უწევს ბრძოლა და აი ესე წვავს ზედაპირ კარბონს რა. კარბონის თავის დროზე როგორც იწყებს რა ისე აზრომას თავის დროზე უნდა მიიხედოს. იქიდან გამომდინარე რომ უკვე ლაკი როცა იწვება, ულტრაფიოლეტი რაც აქვს სიყვარული მე ვეღარ იცავს და მე უკვე იწვება კარბონი და მე ლაკის დროს როცა ლაკის ზეთ ისხმევა, მე უკვე ესე ლაკებად რჩება რა და თავის დროზე უნდა მიხედოთ ხოლმე როგორც კი იწყებს აფურცქლას, რომ ზედაპირი კარბონი არ გავაფუჭოთ რა, დავიცვათ ყოველთვის კარბონი, მე მთელი სილამაზეა მაგას კარბონი აქვს, როგორც ყველას გვევასება და ასე შემდეგ. მოკლედ ხლა ესენი დაგუშალეს, მოგვიხსნეს, წინა და უკანა საქარის მინის მოხსნაც გვინდოდა რომ აქ მაქსიმალურად ჩასულიყავი, მაგრამ იქიდან გამომდინარე წინა საქარი მინა რო შეცვლილი აქვს, აქ ესეთი პრობლემა როგორც ხედავთ და ნუ ვინც შუშას იღებს თავი დაიზღვია რომ შეიძლება ბზარი წაიღოსო და მიუხედავად იმაზე შუშას პრობლემა არ აქვს ბზარისკენ, შეიძლება ბზარი წაიღოსო და მოკლედ მიწევს ახლა აი ესე მაქსიმალურად მუშაობა რომ მაქსიმალურად შინ დავლაკოთ. ანალოგიურადაც აქაც გვაქვს ადგილი, ამ ყველაფერს გავასუფთავებთ, მოკლედ ზედა დილფინჩიკით მოხსენით, მოვჭერით გერმეტიკ ზეზის, სუფთა და იდეალურად გამოვიდეს. ახლა ამ ყველაფერს გავატყავებთ, გავასუფთავებთ, დავაბიჟიროვკებთ. და ლაკით შეკვეთილი გვაქვს, ლაკსაც მოგვიტანენ, კარბონის ლაკს, რაც ჭირდება ზედაპირს და დავასხავთ რა. ეს პრობლემა მინდავს თქვა, იქიდან გამომდინარე აქვს, რაც ქარხნულად გამოდის თვითონ მანქანა, ანალოგიური ლაკი ისხმევა, რაც კუზაოზე და ანალოგიური ისხმევა ლაკზე, რაც ულტრაფიოლეტი არ აქვს, რაც სიყვითლეს ვერ იჭერს მზისგან და მე იწვება თვითონ კარბონი და ესე იფურცქლება რა. და სიბრიალესაც აი როგორც ხედავთ, ნაკადსაც აი ესე კარგავს, აი ზედა სტრუქტურაც აი როგორც ხედავთ, აი ესე აქვს ზედა სტრუქტურაც რა. ეს არის დაბალი ბიუჯეტიანი ლაკის გამომდინარე. ქარხანა ხარესზე იმდანაც არ ფიქრობს რა, იმიტომ რომ კარბონის გამო ხა განსაკუთრებულ ლაკს არ დაასხავს რა და მაგიტომ აქ ყველა ემს აი ეს პრობლემა ძრება კარბონი. მოკლედ აი ესე ვასუფთავებთ. ესე როგორც ხედავთ, ზედა ქსოვილი არის უდამწვარი, ფაქტიურად უდამწვარია, აი როგორც ხედავთ, აი ესე იფშხნება, ვისაც კი ესეთი პრობლემა აქვს კარბონზე, თავის დროზე გააკეთეთ, უბრალოდ ნუ მოიყვანთ ამ მდგომარეობამდე, რომ ქვედა სტრუქტურაზე, ქვედა ტკანი რომ მე არ დავაზიანოთ, შეღების დროს და დამუშავების დროს, იმიტომ რომ სტრუქტურა რაც უკვე არის, აქ თვითონ კარბონს აი ზედა მხარე როგორც ხედავთ, აი ქსოვილებს ნახე რა მდგომარეობა. ანუ ეს ყველაფერი აღსადგენი. მე რთული აღსადგენია, ზოგადად ლაკები რჩება და ამ ეტაპზე და ამ დონემდე რო არ მივიდეთ, უბრალოდ თავის დროზე უნდა მივაქციოთ ყურადღება რა, იმიტომ როგორც ხედავთ, რომ ლაკი გააყვითლა ან თავის ქარხნული აქვს, ნუ დაელოდებით რა, უბრალოდ აიღეთ და გააკეთეთ. მე ორმაგი და სამმაგი თანხაჭდება რა. ესეთი შემთხვევაც მქონია, რომ აძრობილი იყო და ტიპი დადიოდა და ბოლოს რომ მოვიდა გასაკეთებლად, მე უკვე გვიანი იყო რა, სტრუქტურა იმ დონეზე დაზიანებული იყო, რომ ფაქტიურად ზედაჭერი გახდა შესაძლებელი რა და მე ჭერი შეცვალეს უკვე გაორმაგა, გაასამმაგა ფასის ყველაფერს. მოკლედ აი ეს დონეზე ნუ მოვიყვანთ თავის დროზე მიხედეთ. ეს იქიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი, როცა ულტრაფიოლეტი არ აქვს ლაკს, არ აქვს მზის დამცავი ხარისხი ზეთ სტრუქტურა ასე ვთქვა და მაგიტომაც აი ესეთი რაღაც ემართება რა. ეხლა ეს ყველაფერი აკურატი და სამუშაოებელია. რომ აი ჩავიდეს ბოლო ქსოვილამდე, რომ ყველაფერი გასუფთავდეს რა, გამოვიდეს იდეალურად რა. აი ზოგადად და ისია დაზიანებული, რომ აი ნახეთ რა ხდება ჩემი მეგობრებო. ანუ ამ დონემდე უბრალოდ ნუ მივიყვანთ რა, რომ არ გავაფუჭოთ კარბონი, მთელი სილამაზე მოკლედ კარბონს აქვს. რაც ყველას გვიყვარს მოკლედ ეს კარბონი რა. მოკლედ ეს დავიწყებ დამუშავებას. მე უკვე ეტაპობრივად გადავიღებ. განახეთ შედეგსაც და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, აი ეს დავასუფთავეთ კარბონი. რამოდენიმეჯერ უწევს გასუფთავება, აი როგორც ხედავთ, კარბონი ხო თვითონ ქსოვილისგან არის. რის გამოც მაგ ქსოვილებში აქვს თავისებური სიშავე. ეგ სულ ყველაფერი გაიწმინდოს რამოდენიმეჯერ ხსნარი იხსნება ისმევა ზეთ, რომ
მაქსიმალურად გასუფთავდეს და აი ეს ნაგავს როგორც ხედავთ სანამ სუფთა ნაჭერი თუ ტილო თუ სალფეტკი არ გვექნება რა ბოლომდე წმინდავთ რომ თვითონ კარბონი რო დაილაკება უნდა ქონდეს სითეთრეც უნდა ქონდეს თავისებური ეფექტიც უნდა ქონდეს კარბონი როგორც იცით ყველა ქსოვილია და უბრალოდ როცა იწმინდება და სუფთავდება იმ ზარის გამო იმ სიმდამწვრის გამო მე რო ქსოვილამდე რომ მოვდივართ გვიწევს კიდე ბოლომდე გასუფთავება რა აი რამოდენიმეჯერ რა უნდა დავიზაროთ რაც შეიძლება სანამ სუფთა ნაჭერს ან სუფთა სალფეტს არ მივიღებ მანამდე წმინდავთ ვასუფთავეთ ბოლომდე და ასე რომ მივიღოთ საბოლოო იდეალური შედეგი ნიკუშაც მეხმარება მოკლედ აი ესე რა მეგობრებო ეხლა ამას კიდე დავასუფთავებ სანამ საბოლოო შედეგს არ მივიღებ უკვე რო იქნება იდეალური მე უკვე დავიწყებ გავახურეთ კარბონს გავაცხელებ და მე უკვე წავა რა თქმა უნდა დალაკვა სანამ არ მივიღებ იდეალურ შედეგს აი ეს ვასხავთ ხსნარს რომ მაქსიმალურად ჩაჯდეს და არ ბილოს ქსოვილი რო გასუფთავდეს და სუფთა იდეალური კარბონის სტრუქტურა რომ მივიღოთ რა აი როგორც ხედავთ ზედაპირზე უკვე ჭამს თვითონ შევიდა რეაქციაში და გამოგვივა იდეალური მოკლედ ეს ჩემო მეგობრებო დანარჩენს უკვე რო დავლაკავ დავამზადებ საბოლოო შედეგსაც რა თქმა უნდა გადავიღებ და განახებ აქ მეგობრებო ვეღარ მოასწარი გადაღება პირველი დალაკვა დავლაკეთ გადავშკურდეთ თლიანი კარბონი იმიტომ რომ ზედა სტრუქტურა როცა ჩანს ქსოვილზე იმეორებს ლაგი მის ფორმებს სულ ყველაფერი რომ გამოგვივიდეს იდეალური და ეგ რო არ დავტოვოთ მეორეჯერ გვიწევს დალაკვა უნდა კარგად გავაშროთ დავშკურდოთ ზედაპირი გავასწოროთ და მერე ისევ ხელმეორე დავლაკოთ რომ ზედაპირი გამოგვივიდეს იდეალური იმიტომ ერთ დალაკვაში რომ გამოვიყვანოთ იდეალურად ეგ გამორიცხულია იმიტომ რომ როცა ზედაპირი დამწვარია კარბონის და მერე ზემოდან როცა ვლაკავთ ზედა სტრუქტურას იმეორებს ზედა ლაგზე და ეგ პრობლემა რო არ ქონდეს მეორეჯერ უნდა დამუშავდეს და მეორეჯერ უნდა დაისხას ლაკი შეიძლება ბევრმა იკითხოს რომ ბარეგამ სქელი სლოი გაკეთდესო ანუ ბევრად მეტი პირი დაისხას და რომ მერე გასწორდეს არა ეგ არ გასწორდება ყოველთვის გაიმეორებს ზემოდან ეგეთი სქელი პირის დასხმას არ შეიძლება იმიტომ რომ მერე ლაკი გუგლის იწყებს და რა თქმა უნდა თელი სილამაზე მაგით ფუჭდება რა და მაგს ყველაფერს რო ავერიდოთ სიჩქარე არ უყვარს არც ამ საქმეს უნდა დაილაკოს მერე გაიშკურკოს ხელმეორე დასუფთავდეს და მერე უკვე დაისხას საბოლოო ლაკი რომ მივიღოთ იდეალურ შედეგი ახლა ამ ყველაფერს დავლაკავ და ერთად ვნახავთ ამ შედეგს შევიდეთ მეგობრებო ვნახოთ გამოწყობაზე გვაქვს 60 გრადუსზე შევამოწმოთ ვნახოთ შედეგი ესეთი გამოვიდა იდეალური ზედა სტრუქტურას აღარ იმეორებს როგორც ვიცახდი ნახოთ კარბონის სილამაზე ვნახოთ ესეთი გამოვიდა იდეალური მეგობრებო ზედა მხარე რას თავარი არ იმეორებს სტრუქტურას როგორც ქარხნული იყო ქარხნულად თხლად ისხმევა მაგრამ ჩვენ თხლად არ დავუახსნით იმიტომ მთელი სილამაზე არის კარბონის რო აი ესე ლაპლაპებს და აი ეს იდეალური გამოვიდა ორჯერ გადაიღება ასე ვთქვათ ორჯერ დავასხი ლაკი პირველჯერ დავასხი და გადავშკურდეთ რომ მიგვიღო მაქსიმალური იდეალური შედეგი და აი როგორც ხედავთ ეს შედეგი მივიღეთ კიდევაც ასე რომ ასე ჩემო მეგობრებო გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქეთ მომავალ შეხვედრამდე